დავიწყოთ იმით, რომ ჯერ ერთი თვე შესრულდა, მე მგონი დღეს ერთი თვე შესრულდა ინაუგურაციიდან და ნახეთ რა ხდება, აი რევოლუციური განცხადებები აქვს გაკეთებული ტრამპს. თუმცა მე მისგან ამას ველოდებოდი, იმიტომ რომ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს მან ისეთი რაღაცები გააკეთა, რითაც ნუ ძალიან გაანაწყენა ეს deep states რო ეძახიან დღეს, არ ვიცი მე deep state უწოდო თუ რა უწოდო, ყოველ შემთხვევაში ეს ლიბერ აღვირახსნილები ძალიან გაანაწყენა და შედეგიც მოყვა ამას. გაუყალბეს არჩევნები, ანუ ტრამპი მეორე არჩევნებსაც იგებდა, გაუყალბეს არჩევნები და მოიყვანეს სოფლიოს და ამერიკის შეერთებული შტატების დამაქცეველი პრეზიდენტი და აი ახლა დღეს განაცხადა თუ გუშინ ტრამპა რომ მე რო არ მოსულიყავიო, მესამე მსოფლიო ომის პირას იყო მსოფლიო და მართლაც ეგრე იყო. მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა აი ეს დედაკაცი რომ მოსულიყო ის კამალა ჰარისი და უბრალოდ მსოფლიო გაპიდარასტდებოდა, რასაც იტყვოდა, იმიტომ რომ მფარველი LGBT თემის მფარველი გახდა სწორედ კამალა ჰარისი. და ნახეთ, თან რა ხალხი დაიყენა გვერდით. რობერტ კენედი უმცროსი, მერე ილონ მასკი, უნიჭიერესი ადამიანი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. და თვითონაც უნიჭიერესი ადამიანია ტრამპი, ყოფილი ბიზნესმენია, მილიარდელია და როგორ მართავდა ამერიკას და განაცხადა რომ მე რო ყოფილიყავიო პრეზიდენტიო, უკრაინაშიო საერთოდ არ დაიწყებოდა ომიო და მეცაც გეტყვით, ალბათ ზელენსკი არც მოვიდოდა უკრაინის პრეზიდენტად. ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტობა შეიძლებოდა? მე მეწოდება უკრაინელი ხალხი, მაგრამ მე ქართველი ხალხიც მეწოდება. სააკაშვილის პრეზიდენტობა შეიძლებოდა? მაგრამ როგორც ჩვენ შევცდით და ჩვენ ახლა მე პირადად კარგად ვიცოდი და ყოველთვის წინააღმდეგ გამოდიოდი, მაგრამ როგორც ჩვენი ხალხი შეცდა, როგორც ჩვენ შეგვიყვანეს შეცდომაში და საქართველოს დამღუპველი სააკაშვილი მოგვაყვანინეს ხელისუფლებაში, ისე შეცდა ამერიკელი ხალხიც. და შემდეგ ნახეთ რა მოხდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, არნახული ამბავი მოხდა. საქართველოში ჩამოვიდა პრეზიდენტი ბუში და ბევრი არ აქცევს ყურადღებას და ნახეთ მან რა განაცხადა. თქვენო ქართველებმაო, ისეთი ცხოვრება მიიღეთო, რომლის მსგავსიც არც კი დაგესიზმრებოდათო. ეს დაივიწყა ქართველმა ხალხმა. გესმით რა გვითხრა პრეზიდენტმა ბუშმა? ერთმანეთის მიყოლებაზე პოლიციელები ხოცავდნენ და ხოცავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში. ციხეში წამებით სულს ხდიდნენ და ბუშის წასვლის შემდეგ ცოტა ხანში 2008 წლის ავანტიურა დაიწყო სააკაშვილმა და ბუში გვეუბნებოდა რომ თქვენ ისეთი ცხოვრება მიიღეთ, რაც არ ღირსებიათო. დაამთავრდა ეს ყველაფერი, მეგობრებო. აი იმიტომ ახართ ესე გაცოფებულები დღეს. იმიტომ გჭირდებათ ალიკაპი, აი ნამბორდნიკს რო ეძახიან, ძაღლებს რო უკეთებენ. მე იცის ვისაც მივმართავ მე, თავის თავზე მიიღებენ ისინი. ალიკაპი გჭირდებათ რომ ამოიკეროთ ცხვირპირი. იმიტომ რომ თქვენ ეხლა დაიწყეთ ყეფა და აწინახეთ. ყეფა კი რა წყავ-წყავი დაიწყეთ უпроსწორად. და აქვე მინდა გამოგიცხადოთ ძვირფასო მეგობრებო. მე აქამდე მეძახდნენ რუსეთუმეს. დღეიდან გიცხადებთ, მე ვარ პროამერიკელი და თეთრი სახლის აგენტი საქართველოში. დამშვიდით ეხლა.